მოგესალმებით ჩემო კარგებო, მინდა გამოვეხმაურო სუსის თანამშრომლის გარდაცვალებას, თუმცა სუსის ანტიკორუფციული სამსახურის გამომძიებელი ყოფილა და მანქანაში უნახიათ არ ვიცი მოკლული, არ ვიცი მკვდარი და გვერდზე წერილი ქონია დადებული რა და როგორი მომენტია ეს ამ საკითხს ირონიულად მართლა როგორ უნდა შეხედო კაცი გარდაიცვალა რა და გარდაიცვალა ესეთი უწყების თანამშრომელი როგორც არის უშიშროების სამსახური მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო თვითონ ფორმას რა ამ შემდგარ ფორმას ნამდვილად ნაცნობს ქართული საზოგადოებისთვის კაცო თავის მოკლა მოუნდება და წერილს რო წერს აბა გაიხსენეთ უახლოეს აგერ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში სად იყო ესეთი შემთხვევა და ვინ გააკეთა ეს ბათუმის მერი რო იყო თავის მოკლა რო გადაწყვიტა სუფრაზე და წერილი რო დაწერა რომ ბიძინა რომ მაგარია და მართალია მე დარწმუნებული ვარ ახლა ამ სუსის თანამშრომელს რომლის თვითმკვლელობაც არც პირველია ერთი ჩემმა მოგვარემ მოიკლა თავის სუსის თანამშრომელი რო ყოფილა ფაილები რო გაავრცელა გოგაშვილმა და მე რო დაიწერა ესეთი რაღაცა რომ სუსის ამადამ გამომძიებელმა თავი მოიკლა ნემსაძემ და ყველას ჯერა ამ თვითმკვლელობის მარტო ცოლს არ ჯერა თურმე. ხო და ახლა აგერ რა განმეორდა შემთხვევა ეს არის ბიძინას ხელწერა, წერილობი უყვარს, საჯარო წერილები, აპოსტილური ჟანრი უყვარს მაგას. ნუ მეცენატური მიდგომები და ახლა დაწერდა იმ წერილში ეწერება დარწმუნებული ვარ. მე ხო არ ვიცნობ, მაგრამ ეუბნებით რა ეწერება იმ წერილში, რომ ქვეყანაში მიდის დიდი კორუფცია, დიდი მამაძაღლობა და მე ვიცოდი ეს ყველაფერი, რომ კიდე ახალი ფიგურანტი აღმოჩნდება, ვინმე დასაჭერი. ისეთი აი გასატყავებელი ბიზნესთვის ფული რო აქვს მისატანი და ამან ვერ გაუძლო ამ განცდებს, რომ ბიზნესნაირ კაც ფული როგორ მოპარეს და უცებ გადაწყვიტა, რომ თავი მოიკლას და კაცმა, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება ემუშავა სპეცსამსახურში და 1000 სტრესი აქვს გამომუშავებული როგორ გითხრათ ახლა უცებ გადაწყვიტა დაიხალოს თავში. ეგ არის მართლა მარაზმია რა. აი რავი რა დავარქვა ამას აქამდე მივედით ნებისმიერმა თქვენგანმა იფიქრეთ მოდით რა ჯერ როგორ იწყებენ ესეთი თვითმკვლელები და სუიციდნიკები თავს სახელმწიფო სამსახურებში მე მაგრად მიკვირს. არა თუ უშიშროების სამსახურებში ეს არის სპეციალური ბიურო რომელიც უნდა იყოს რეზისტენტული ასეთ რაღაცეებზე ხო? ბიჭო, მერია და თავს იკლავს და წერილს წერს. ამხელა ავტონომიური რესპუბლიკის, ხო? ბათუმის. აგერ უშიშროების თანამშრომელია ერთი და თავს იკლავს და წერილს წერს. აგერ მეორე უშიშროების თანამშრომელია თავს იკლავს და წერილს წერს, ბიჭო. არ ვიცი ახლა მინისტრია თავდაცვის და კორუფციაშია ბრალდებული და ტომოგრაფიის აპარატზე ფულს აკეთებს. უშიშროების მინისტრია და ფულს აკეთებს სკოლებში კვებაზე და ბავშვების აშენებაზე თავშესაფარებზე და ასეთ რაღაცეებზე. პრემიერ-მინისტრია და ღვინის ქარხნები აქვს და მილიონებს შეულობს და თურმე ბიზნესია და თავმდაბლობას ბოროტად იყენებს და ამნაირი რაღაცეების მერე ეს წმინდა კაცი კაცო ბიძინა მაინდა-მაინც სულთა როგორ რჩება როგორ გადის ამ უზარმაზარ ტალახს იმისას რა ქვია ღორი რო გაელაფება და გაისხვრება ისეთ ტალახს გვიშტიფში იტყოდნენ ლაფოშიანე ისვარაო ამნაირ ტალახს როგორ გადის ეს წმინდა კაცი ასეთი თეთრი ქათქათა მტრედის ფეხებით. ხო აი მე გისვამთ ამ შეკითხვას შალვა რამიშვილებს, იქ ხვინდრავებს და ამერ ტიპებს, მე არ ვიცი, არ დადის ჩემამდე ესეთი თეთრ მოსილი დრაპირებიანი ბიძინა, წმინდა ბიძინა, როგორ რჩება მაინც აი ხელ შეუხებლობის ქალწულებრივ უმანკოების პედესტალზე. მე მარტო ამის კითხვა მინდა, თორე იმ უშიშროების თანამშრომელსაც დამარხავენ, როგორც წინა დამარხეს. იმის წინა დამარხეს, იმასაც დამარხავენ. მერე შენც დაგმარხავენ თუ მოუნდებათ საჭირო. დასაჭერი ვინც აყავთ, იმასაც დაიჭერენ, მაგრამ ბიძინა როგორ დარჩება ასე ბოლოს. მაინც წმინდა, მე მაინც გამარკვევთ, იმიტომ ამ პრეამბულა თქვენი ვერ გავიგე რა. ქვეყანაში ბევრი რამე ხდება, ბევრი რამე მოხდება, ბევრი რამე შევეგუებით, მაგრამ ერთ რაღაცას, რასაც ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს არის ბიძინა. მალადეც მაო რა. აი ენაცვალეთ თქვენ ასეთი რაღაც არ თუ პოლიტიკური ნაწილი ამას ვერ ხსნის, იქნება საპატრიარქოდან გამოვიდეს ვინმე და აგვიხსნას რაღაცა ეს ბუნებრივია, იქნება რაღაცა მოვლენა და ჩვენ არ ვიცით.